საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, დღეს მე მინდა მოკლედ გესაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც ბოლო დღეებში უკვე გახდა ცნობილი და არის ძალიან საგანგაშო. ყოველდღე ცუდამბებს ვიგებთ, ქართულმა ოცნებამ მიზანში ამოიღო ქვეყნის ერთ-ერთი ფუნდამენტი განათლების სისტემაზე თავდასხმა. როგორც მოიხსენებათ, ფაქტიურად ეხლა უქმდება ტექნიკური უნივერსიტეტი ისე რომ ტელეეკრანებიდან გაიგეს მხოლოდ პროფესურამ. წარმოიდგინეთ თქვენ, ტექნიკური უნივერსიტეტი არის 104 წლის, მსოფლიოს უდიდესი მეცნიერები აღვზდია და კორიფეები და წარმოიდგინეთ, ესე იგი იმდენად უღირსად მოექცა არსებული ხელისუფლება, ივანიშვილის ხელისუფლება, რომ საერთოდ ერთი გასაუბრებაც არ მოუწყვიათ იქ ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომ ეთქვათ, რომ აი ასეთი რეფორმას ვაპირებთ. ეს არის ყოველად უღირსი საქციელი და ამას აკეთებს მხოლოდ ღირსების არ მქონე ხალხი და გაწუწკებულნი, რომ აქედან რაღაცა მოგება დარჩეთ, რომ გაყიდიან ამ შენობებს და რაღაცა. მაგრამ რას უშვებიან ამდენ პროფესორს და მასწავლებლებს, რომლებიც მუშევრები რჩებიან და საერთოდ ქვეყანაში იგეგმება, რომ მხოლოდ ერთი უნივერსიტეტი იყოს, შემცირება იქნება არნახული და ეს ზუსტად იმ გარე ძალების ინტერესია, რომ საბოლოო ჯამში კომპლექსური ბრძოლა საქართველოს ქართველების გარეშე განხორციელდეს. აქ გაისმა კიდევ ერთი ესეთი ფრაზა ხელისუფლებისგან, რომ მოთხოვნა არ არის, რომ ბაზარზე ვთქვათ, ესე ინჟინრებს შეეხება თუ აგრონომებს და ასე. ამდენი ისინი ჩვენ სპეციალისტები არ გვჭირდება. რატომ გააკეთეს ეს, ნახეთ მიზანმიმართულად 34 წლის მანძილზე არც ერთი საწარმო არ შეუქმნიათ, არც ერთი ქარხანა არ აუშენებიათ, არც ერთი თანამედროვე ტექნოლოგიურ რაღაცა ფაბრიკა თუ ის არ გაუკეთებიათ. ეს არ იყო შემთხვევით, ეს იყო ბრძანება გარედან, რომ აქ არაფერი არ უნდა გაკეთებულიყო და უნდა მივსულიყავით იქამდე, რომ საქართველოში საჭირო არ არის ეს. ის რაც იყო უდიდესი რაოდენობის უზარმაზარი გრანდები საბჭოთა კავშირიდან შემორჩენილი ქარხნები, ფაბრიკები, ძალიან სერიოზული თანაც იყო გერმანული დაზგები და 31 ქარხანა რა დღეს ჯერ მარტო და ვიცი უზარმაზარი ქარხნები იყო საქართველოში, რომლებიც მოსპეს, დაშალეს, გაანადგურეს და რა თქმა უნდა დღეს გვეუბნებიან უკვე, რომ არ გვჭირდება, არც ინჟინერი გვჭირდება, არც ფიზიკოსი გვჭირდება, არც აგრონომი გვჭირდება, არც ტექნოლოგიები და ასე შემდეგ. ძალიან ცოტა გვჭირდება 100 კაცი და ასე შემდეგ. ეს არის მეგობრებო, მიზანმიმართულად კეთდება ეს ყველაფერი, რომ დაასამარონ ამ ქვეყანაში ყველაფერი. ეხლა რა თქმა უნდა, მე ერთი რამე მინდა გულის ტკივილით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვერ ვისწავლეთ სოლიდარობა, ერთმანეთის გვერდში დგომა. როდესაც ქვეყნის პრობლემაა, თუნდაც მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით და ჩვენ ერთმანეთს მხარს არ უჭერთ, ხომ გახსოვთ, ჩვენ გავაკეთეთ რუსთაველზე გაყიდული საქართველოს აქცია. ეს ხო არ იყო ისე რაღაცა ჭორით მოტანილი რაღაცა ისინი, იმას ხო არ ვავრცელებდით სიცოცხლეს, ხომ? ეს ხო საჯარო რეესტრიდან ამოღებული მასალები მთლიანად, თუ რამდენი მიწებია გაყიდული და რამდენი ტყეები და მდინარეები და ასე შემდეგ. სამწუხაროდ მე გულის ტკივილით მინდა ვთქვა, ეს პროფესორა მაშინ არ მოსულა. მაშინ სოლიდარობა ამაზე უნდა გამოეხატათ. მიუხედავად იმისა, ახლა ჩვენ განზე კი არ გავდგებით. თავგადაკრული დავიცავთ ქართველთა დიდი გაერთიანება, ყოველთვის გვერდში დაუდგებით მათ, ყველა აბსოლუტურად ეს აქცია იქნება თუ სადაც იყვიან, ყველგან მივარ და გვერდში დაუდგებით ჩვენი მომხრეებით,
მაგრამ უნდა ვისწავლოთ გვერდში დგომა. რატომ არ მოვიდნენ ვიღაცებს შეეშალათ, ხოლო ახლა გობეჩია და ოთარაშვილი ვაჟა და ესენი და მოდიოდნენ მარტო? ეს ხომ უდიდესი პრობლემაა ქვეყნის წინაშე ქართული მიწების გაყიდვა, ტბების, მდინარეების, ტყეების. ეს ხომ განათლებული ხალხია, ხო უნდა მოვიდეს და ამოუდგეს ერს, ხალხს, პატრიოტებს გვერდით. და აი, როდესაც სოლიდარობა არ არის და უყურებს ეს რეჟიმი და აკვირდება კარგად, სათითაოდ ყველას გვერევიან. ბევრი შეშინდა მაშინ, ეხლა იქ რო გამოჩნდება, აი თუ სამსახურიდან გამანთავისუფლონ მერე და რამე შველება და ასე შემდეგ. აი ნახეთ, მოგადგნენ ხო ყველას, მოგადგნენ. ესე დაშლიან სათითაოდ ყველას, თუ ჩვენ ვერ ვისწავლით ერთმანეთში გვერდში დგომას და თუ ქართველი ხალხმა მართლა ძალა არ ვაჩვენეთ. ქვეყანაში იგეგმება ძალიან სერიოზული დიქტატურა უკვე. ეს იმიტომ რომ ამათ უკვე ჩაფიქრებული აქვს მთლიანად ქვეყნის გაყიდვა. ხალხში უნდა დაინერგოს ისეთი შიში, რომ ხმა ვერ ამოიღოს ვერავინ. აი შეხედეთ ახლა რა შემოიღეს, რა უნდა რატიფიცირებას გაუკეთებენ საგაზაფხულო პარლამენტის სესიაზე გზავნილების თემაზე, ხო? იმდენად აბდაუბდა კანონ პროექტია, მე მქონდა რამდენიმე იურისტთან საუბარი და ვერც ერთი ვერ აი აბურდულია, ვერაფერს ვერ გაიგებო. ანუ ისია გაკეთებული მეგობრებო, ნახეთ ვიღაცამ გადმოაგზავნა იქიდან დედამ შვილს გადმოუგზავნა $100, ხო? და ეს შვილი აქტიურია თქვა და რაღაცა პოლიტიკური განცხადება გააკეთა და დაწერა Facebook-ზე. ესენი უკვე შერჩევით, ხელისუფლება ამას აკეთებს უკვე შერჩევით, ვისაც თვალში ამოიღებს, ვინც არ მოეწონებათ, ის შეუძლია უკვე ამ კანონის თანახმად თუ მიიღებენ სისხლის სამართლის საქმე აღუძრან და 6 წლით გაუშვან ციხეში, რომ თითქოს ის ჯაშუში სტატუსით ასე გამოდის, რომ უცხოეთიდან ფინანსდებოდა. გესმით რა აბსურდია, ესე იგი იმ დონეზე უნდა დაამონჯონ ხალხი, ვეღარავინ ვეღარ გაბედოს, ხმა ამოიღოს. მანამდე კიდევ მიიღეს, რომ ტროტუარებზეც აღარ გაჩერებენ, ხო? იქაც იმაზე ციხია უკვე. ესე იგი აბსოლუტურად, ესე იგი ვერც სოციალურ ქსელში, ვერც ქუჩაში, ესე იგი ვერ გამოხვალ და შეც აზრს ვეღარ დააფიქსირებ ღიად. ყველაფერი ეს, როდესაც მიღებული იქნება, ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ნუ ეხლა ამას რატო აკეთებენ, ხვდებით ხო, მოსალოდნელია ახლა მთლიანად გაყიდვები აბსოლუტურად დაიწყება უზარმაზარი სერიები, ნუ რა თქმა უნდა, არაბული ამური ქალაქის აშენება, იქ მიაყოლებენ ახლა ამას გპ-ის კორპუსები კი არა, იქვე პარლამენტის შენობა და მთლიანად რაც კი სერიოზული შენობა ნაგებობებია გაყიდიან და აგერ აკეთებენ ისეთ იმას მიიღებენ ახლა კანონს, რომ ხმას ამოიღებ და დაგიჭერენ ეგრევე. ამათ ეს არ უნდა გაუვიდეთ მეგობრებო. მრავალნაირი დიქტატურა ყოფილა საქართველოში, არა მხოლოდ საქართველოში და ძალიან ბევრგან და ძალიან ძიმედ დამარცხებულა ასეთი დიქტატორები. ამას უკვე სხვა აღარაფერი არ ჰქვია. ეხლა სახაზინო ადვოკატები რომ იყვნენ, ესე იგი ისიც ვინაიდან დამოუკიდებელი იყო, იქაც ესე იგი ცვლიან კანონს და თვითონ შეარჩევენ, ესე იგი ამ სახელმწიფო სახაზინო იმას ადვოკატებს, რა თქმა უნდა, ახლა თავის ხალხი იქნება და აბსოლუტურად კონტროლებადი იქნება, როდესაც ადამიანს ფული არ აქვს და დაიქირავებს სახაზინო ადვოკატს, ხო? იმის დობა ერთ სიტყვაში არ იქნება ისა, სანდო არ იქნება ერთ სიტყვაში. ეს იქნება მთლიანად შეკრული ხელისუფლებასთან. ესე იგი, ადვოკატთა დამოუკიდებლობასაც კი მიადგენენ უკვე. აბსოლუტური დიქტატურა ვყარდება მეგობრებო და ეს არ უნდა გავატაროთ ჩვენ. მე მიმაჩნია, ეხლა მე დიდხანს არ მინდა გესაუბროთ, უბრალოდ აუცილებელ საკითხებზე გესაუბრებით. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე. ეხლა აღარ არის
პარტიების ისა, ახლა პარტია და პარტიის ინტერესი საერთოდ არ არის, ახლა ეს ქვეყანას არ აინტერესებს პარტიები, ქვეყანას აინტერესებს გადარჩენა და ყველა გვერდზე უნდა გადადოს ახლა პარტიული ინტერესები და ნამდვილი პატრიოტები, ნამდვილი ქართველები, ეს ასევე პროფესურა იქნება თუ სტუდენტობა იქნება თუ ყველა ვინც არის ჯანსაღი ნაწილი ამ ქვეყანაში აბსოლუტურად უნდა დავდგეთ ერთად, შევიმუშაოთ ტაქტიკა, ალბათ უკვე ყველა თანხმდებით ხო, უნდა შევიმუშაოთ ტაქტიკა, რომ ეს დამნაშავე, ივანიშვილის დამნაშავე ხელისუფლება, გამყიდველი ხელისუფლება, მოღალატე ხელისუფლება უნდა გაუშვათ, უნდა გამოგლიჯოთ ხელიდან ეს ძალაუფლება. და ამას ჩვენ გავაკეთებთ მშვიდობიანად და სამართლებრივად, თუ კი ჩვენ ერთადგომას ვისწავლით. თუ ესე დაკუცმაცებულები ვიქნებით, ვაიმე მე სამსახურიდან არ მოგხსნას, აგერ ხო მაგალითი გვაქვს, აგერ აი ტექნიკური უნივერსიტეტს ისე მიადგნეთ, ცალ-ცალკე ყველას გაგისწორდებიან, ყველა დაკარგავთ ყველაფერს. დაგცინიან მრავალშვილიან ოჯახებს, როცა გავკითხულობდი ქუთაისის საკრებულო 10 ლარი მოუმატავა. დაგცინიან ხალხო 16,000-ები, 17,000-ები, იმას კი არ ჯერდებიან მილიონებს შეულოვენ, მაგრამ ხელფასები აქვს და 10 ლარი დაუმატეთ თუ მრავალშვილიან ოჯახს. როგორ შეიძლება ასეთი ხელისუფლების დატოვება კიდევ იმაში? მე არ მესმის, აი არსებობს ვინმე ისეთი ადამიანები, ვისაც ეს მოსწონს, შეიძლება ის რომ ერთი ხაზით მიდიოდეს მუდმივად შევარდნაძე იყო, სააკაშვილი იყო, ბიძინა ივანიშვილი იყო, ყველა გვიყიდიდეს სამშობლო შეიძლება, აღარაფერი დარჩა, გაყიდეს თავს მოგვაქვია სამოდნა არაბობა თუ პაკისტანელები თუ ინდოელები თუ ყველაფერი გაყიდულია ხალხო. და აგერ ეხლა ის დიქტატურა ყარდება, მთლიანად შენობას გაგიყიდიან ყველაფერს დგას და აგერ იქნებიან ყველაზე მთავარ იმეებში, რა ქვია, შენობა დაწესებულებებში დაბრძანდებიან აქ შეიხები და ისინი. მე არ ვიცი ეხლა აქ არის გამოსავალი არის ერთადერთი არანაირი პარტიული ის უბრალოდ უნდა გავერთიათ ქართველები. ჩვენ აი ჩვენს იდეას თავაზობთ, ჩვენ არა ვართ პარტია, ჩვენ ხარ გეუბნებით რომ აგვირჩიეთ და საკრებულოში და იმაში სკამი მოგვეცით და მაშინ უკაც. ეს არის არარეგისტრირებული გაერთიანება, ქართველთა გაერთიანება. ჩვენ ყოველ 4 შაბათს 18 საათზე და 30 წუთზე ვიწევთ აქ განჯისთვის სასაუბროდ ყველა ჯანსაღ ნაწილს აი ამ ქართველებისა, ვისაც სურვილი აქვს თავისინებით მოდიან. პირადად მე მიმაჩნია რომ ალბათ უნდა მობრძანდნენ პროფესორაც აი აქ ეხლა როდესაც ხედავენ რაც დამართეს, რა უღირსად მოექცნენ ამ ხრის დამსახურებულ მოღვაწე ხალხს, რომ არც კი შეატყობინეს, ესე იგი ტელეეკრანებიდან გაიგეს, რომ გაუუქმეს უნივერსიტეტი. ამიტომ მეგობრებო, ჩვენ წინადადება შემოგვაქვს აგერ, დავიწყოთ ძალიან სწრაფად მიდის, მაგრამ კიდევ უფრო სწრაფად უნდა მოხდეს ეს გაერთიანება და ჩვენ რაც უფრო სწრაფად მოხდება, ძალიან სწრაფად, უფრო სწრაფად მოხდება ამათი გაშვება და თუ ეს დიდხანს გაიწელა, რაც უფრო დიდხანს გაიწელება, მით უფრო საშველი აღარ იქნება ამ ქვეყანაში. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, მიმაჩნია რომ სასწრაფო მოქმედებებია საჭირო და ყველა გულთან უნდა მიიტანოს ესა, ყველა გულთან და ყველა უნდა დავდგეთ ერთად. აი პირველი ასეთი შეკრება ახლა გავაკეთოთ 4 შაბათს აქ 18 საათზე და 30 წუთზე რუსთაველის 18 ნომერში მობრძანდით ერთად ვიმსჯელოთ. ღია ეთერსაც ჩავთავთ, თუ თქვენი სურვილი იქნება ეს წინადადებაც იყო, ყველამ თავისი აზრი გამოთქვას, გვისმინონ ამ პირდაპირ ეთერში რეგიონებიდანაც და ყველა უნდა მოვიცვათ უკვე. არის მართალი სასულიერო პირებისგანაც გადადგმული ნაბიჯები უკვე და ძალიან გვეიმედებიან და ჩვენ აუცილებლად დიდძალად გადავიქცევით ის ხალხი, ვისაც აი ამ ქვეყნის გადარჩენა უნდა. ეხლა ჯერი არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში
აი იმ ხალხისა, ვინც ახლა ბევრი მოდის რიგითები, მაგრამ აუცილებლად კარგი იქნება თუ აი ეს პროფესორები და პედაგოგები და მასწავლებლები გადადგავენ ამ ნაბიჯდავდგებით ერთად სტუდენტობა და ჩათვალეთ, რომ ძალიან მალე დიდი გამარჯვებაც მოვა. აი ეს უნდა გავაკეთოთ ყოველგვარი პარტიების გარეშე. აქ არა გვაქვს ახლა ჩვენ არჩევნები და პარტიული საქმეები. აქ გვაქვს ქვეყნის გადარჩენაზე ლაპარაკი. ხვალ თქვენ სოციალურ ქსელშიც კი აღარ დაგაწედინებენ არაფერს. სოციალურ ქსელშიც. იმიტომ ამაზეც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება. აგერ მოიწვევ საგაზაფხულო ეხლა პარლამენტის ხდომას თვითონ არიან პარტო ეს სამარცხვინოები ამ დედიკაცია იქ არ ვიცი 80-100 კაცი მარტო ქართული ოცნება და რასაც უნდათ იმას დაწერენ და მიიღებენ და მეორე დღიდან ძალაში შევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ნებისმიერ უბრალო გზავნილზე ვინც ხელს უშლის ამ ხელისუფლებას და მის წინააღმდეგ იდეოლოგიურად გამოდის 6 წელი თვითონვე ამბობენ აი ამ კანონ პროექტით. ყოველივე საუკეთესო მინდა გისურვოთ მეგობრებო, არ დაკარგოთ წმენა, ღვთისმრწმენა. ჩვენი გზა არის სამართლიანი ეროვნულ-სარწმუნოებრივი გზა და ჩვენ აუცილებლად მივაქვს დიდ გამარჯვებამდე. მთავარია ეხლა ყველამ თავისი პირადი პასუხისმგებლობა იგრძნოს და ყველა მობრძანდეს. კიდევ ერთხელ გიმეორებთ. 4 შაბათს 18 საათზე და 30 წუთზე აქედან ჩვენ ჩავთავთ პირდაპირ ეთერს რუსთაველის 18 ნომრიდან ქართველთა დიდი გაერთიანების სტუდიიდან და ყველას გელოდებით. აქ დაახლოებით 100-150 კაცს ალბათ დავწერთ მაინც და ვისაუბრებთ ყველაფერს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, კარგად ზარდებოდეთ მეგობრებო, აი ეს მნიშვნელოვანი თემები მინდოდა მე დღეს ახლა მე თქვა თქვენთვის, იმედია გულთან მიიტანთ, გააზიარეთ ყველამ რომ ბევრმა გაიგოს და შემოგვიერთდნენ, დრო გვაქვს ძალიან ცოტა, ქვეყანას გვართმევენ, უკანასკნელ ლურს მას აჭედებენ, როგორც განათლების სისტემას, ისე მთელ ქვეყანას. მადლობთ ყურადღებისთვის, კარგად ზარდებოდეთ.